პირველ რიგში აქ უნდა გვესმოდეს, რომ არავითარი შინაარსობრივი რაღაც ცვლილება არ იქნება და ვერ იქნება ამ რეჟიმის პირობებში, იმიტომ სახელები შეიძლება შეიცვალოს, თუმცა სისტემა, რომელიც არის ჩამოკიდებული ერთ ადამიანს, თავისუფლად რომელიც ჩამოკიდებულია რუსეთს, ეს სისტემა იქნება უცვლელი და გააგრძელებენ ისევ ამ მართლობას, თუ ამას მართლობა ქვია, რასაც ესენი აკეთებენ განსაკუთრებით ბოლო წლებია, როგორც ამას აქამდე აკეთებდნენ. მნიშვნელოვანი იყო ამ განცხადებებში, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში იყო რამდენიმე ასპექტი. გარდა იმისა, რომ ეს აშკარად მიუთითებს შიდა დაპირისპირებაზე, შიდა კლანურ დაპირისპირებაზე შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ ეს, იმიტომ რომ არ შეიძლება ძალოვან სტრუქტურაში 2 და 3 თვით მოდიოდეს ადამიანი, მით უმეტეს როცა საუბრობთ სახელმწიფო უსაფრთხოებაზე. ხომ აქ პირიქით ინსტიტუციები იქმნება, ძლიერდება, ეწყობა სისტემები, რომ დაიცვან ქვეყნის უსაფრთხოება. ხო, თუმცა ეს ადამიანები აქ ამისთვის არ ინიშნებიან, ხო? სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, აი ჩვენი კანონმდებლობითაც, მოწყობითაც უნდა იყოს აპოლიტიკური ადამიანი, ხო? გვესმის, რომ ხა ოხანაშვილისგან ვერანაირად ვერ გამოვიდოდა აპოლიტიკურობა, თუმცა ის განცხადება, რაც დაიდო, რომ გუნდთან საუბარი, რაღაც თურმე ამ გუნდის ნაწილია წლებია, ეს ხომ ფუნდამენტის დონეზეც ვერ იაზრებენ ეს ადამიანები, თუ რა საქმეს არიან შეჭიდებულები, ხო? ანუ არ შეიძლება ამ ხელა მნიშვნელობის თანამდებობებზე იყვნენ ადამიანები, რომლებიც ვერ იაზრებენ იმ პასუხისმგებლობას, რაც მათ დაეკისრა. ერთი სიტყვით ვიტყვი, ერთ წინადადებით ვიტყვი ასევე ამ დაპირისპირებაზე, რაც აშკარად ჩანს, ხომ? ერთი წელი არ გასულა იმ გაყალბებული არჩევნებისგან, რაც იყო. პრაქტიკულად მთელი ეგრეთ წოდებული მინისტრთა კაბინეტი არის გამოცვლილი. შეგვიძლია ვნახოთ, არავინ აღარ დარჩა. ანუ არ დასრულდა 10 თვეა ამათი გადალაგება, გაშვება, დასჯა, რა ვიცი, 1000 თეორიის წამოყენება, რომ აი ესე მოხდა, ისე მოხდა. ფაქტია, რომ ეს ადამიანები შიგნით ვერ ლაგდებიან და რა თქმა უნდა, ქვეყანას ვერ დაალაგებენ. რაც შეეხება არჩევნებთან დაკავშირებით, უნდა გვესმოდეს ესეც, რომ ესენი ქართული ოცნება არასდროს არ ჩაატარებს დემოკრატიულ არჩევნებს. ამას ვამბობ ხშირად და გავიმეორებ ხშირად. ეს იყო ყოველთვის ასე და იქნება მანამ, სანამ ესენი იქნებიან ხელისუფლებაში. თუმცა ჩვენი მთავარი мотиваცია ამ არჩევნებზეც არის ის, რომ ქართველი ხალხი არ დავტოვოთ ქოცებთან მარტო. არ შეიძლება ეს, არ ველოდებით, რომ რაღაც ან უკეთესობისკენ, ან განსაკუთრებით უარესობისკენ შეიცვლება ამ საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, მათ აქვს კონკრეტული გეგმები, იგივე რაც იყო ადრე, ან რა ვიცი, შესაძლოა ახალიც გქონდეთ, მაგრამ ჩვენი მიზანია, რომ ავუხსნათ ხალხს, რაც შეიძლება მეტ ადამიანამდე მივიტანოთ მათი გასაჭირი და რაც შეიძლება დიდი მობილიზაცია გქონდეს და ყველაზე სუსტები სადაც არიან, როგორც ამას ხშირად ვამბობ, მივიტანოთ ქართულ ოცნებაზე იქ დარტყმა და ეს არის რა თქმა უნდა დიდი ქალაქები. ანუ საბოლოო ჯამში რომ შევაჯამოთ, ჩემი აზრით, არავითარი ამას არსობრივი მნიშვნელობა არ აქვს. ეხლა იქ ოხანაშვილი იქნება თუ მდინარაძე, ესენი კვლავ შეეცდებიან, რომ რაც შეიძლება უფრო მეტი კონსოლიდაცია მოხდეს ძალაუფლების, რაც შეიძლება მეტი დამოუკიდებელი სტრუქტურა, მათ შორის სუსის დახმარებითაც გაიყვანონ პოლიტიკური ველიდან. გულისხმობ სამი სტრუქტურა, რომელსაც ვერ აკონტროლებს ქართული ოცნება, ეს ხართ თქვენ ტელევიზიები, ეს არიან არასამთავრობო ორგანიზაციები და ეს არიან პოლიტიკური პარტიები და ჩვენ ვხედავთ სამივე მიმართულებით, როგორი გაშმაგებული ბრძოლა აქვთ მათ. ამიტომ ველოდები, რომ ეს გაგრძელდება.